მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, ამერიკის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფედის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის საჯარო განცხადება იქნება, რომელმაც სამომავლო პერსპექტივაზე და ფედერალური რეზერვის სტრატეგიაზე უნდა ისაუბროს. გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ ამერიკის გარახლებულ სტატისტიკას ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამასთან სიახლეებს შევიტყობთ გაერთიანებული სამეფოდანაც, რომლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ახალ მონაცემებს ინფლაციასთან, ვაჭრობასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე მომავალ კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ცენტრალური ბანკი, რომელიც სავარაუდოდ განაკვეთს უცვლელად დატოვებს. რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ამ მიმართულებით მთელ ყურადღებას ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომი მიიპყრობს, რომლის დასრულების საკითხი ეჭვებს აჩენს და ინვესტორების დაბნეულობას იწვევს. გარდა ამისა, ინვესტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ ახალი კონფლიქტი, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის სწორედ ახლა დაიწყო. ამასთან, მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგანაც პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან Accenture, Kroger, CarMax და Lennar Corporation.